კი, ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა ნამდვილად გაიმარჯვა, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრი ამბობს, რომ ოცნების გარშე ვერ გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ რესურსი არ ექნებოდა, რომ ძლიერი კამპანია ჩაეტარებინა. ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ეხლა იმას ტექნიკურად კი ერქვა დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ ის ოცნების კანდიდატი იყო. ოცნების კანდიდატი იყო. კი ბატონო. და რატო გააკეთებთ? რატო გააკეთეს მაინც არ მესმის? თავით კანდიდატად რატო წარადგინეს, აი ეს რაღაც თამაშს ეხლაც ვხედავთ ხო, რაღაცა თამაშობენ, რომ აი თითქოს ევროპა უნდათ, მაგრამ ყველაფერს რაც აკეთებენ ანტიევროპულია, ხო? და რაღაცა დეზინფორმაციას ავრცელებენ ევროპასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკა უნდათ, მაგრამ მე რაღაც საშინელებებს ეძახიან მაღალჩინოსნებს ამერიკის და ვიცი, მაგრამ როგორ იგივე ხო, გაშავებით არიან დაკავებულები სხვადასხვა მაღალჩინოსნების ამერიკის მხრიდან და მათ შორის ელჩისაც, ხო? ამიტომ იქაც თითქოს აი ესეთი დემოკრატიის თამაში იყო, რომ აი ჩვენ ახლა აი ვანახებთ, რომ რაღაცა ჩვენ არ გვინდა ვითომ ეს ყველაფერი და შეგვიძლია დამოუკიდებელი კანდიდატი ყავდეს. ოღონდ ეს არ იყო დამოუკიდებელი კანდიდატი, ხო, ეს ხო ყველაფერი ფასადი იყო. ჩვენ მაშინაც ვაკვირდებოდით არჩევნებს და მაშინ ძალიან რთული არჩევნები იყო. ახლა ერთის მხრივ თვითონ სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ აი მასზე როგორც ქალზე რაღაცებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაშიც იგივე სადამკვირვებლო მისიებზეც ის ძალიან დიდი ზეწოლა იყო, ახლა მეც რაღაცა მემუქრებოდნენ, რომ აი შენ რო ეს თქვი, შენ რო ის, ანუ ეს იყო ხო მართლაც 2018 წელი იყო ისეთი, როცა აი ყველა მივხვდით, რომ ეს რა ხდება. ანუ რაღაცა წითელი ხაზები იყო მნიშვნელოვანი, რომელიც გადაკვეთეს და უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ეს ამით არ დასრულდება ეს ყველაფერი.